როგორ დავიცვათ თავი იმისგან, რითაც ვიკვებებით. ანუ როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და როგორ გამოვიმუშაოთ ჩვენი ორგანიზმის, როგორ გამოიმუშაოს ჩვენმა ორგანიზმმა თავდაცვითი უნარი. მოგეთ ახლა მე ვიმუშაობ ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელშიც იყიდება ხორცს პროდუქტები. არავისთვის გასაკვირი არ იქნება და ყველამ ვიცით, ხო? ქათამი იქნება, ეს ხორი იქნება, ყველაფერი გაზრდილი არის გორმონებზე, ანტიბიოტიკებზე და გორმონებზე. ნუ ახლა ქათამი რო შემოდის და თითო ქათამი იწონის სადღაც 2 კილოზე მეც და ეს ქათამი გაზრდილია მაქსიმუმ 1 თვეში, შეიძლება უფრო დაბალვადებითაა გაზრდილი, დაბალ პერიოდში, მოკლე პერიოდშიცაა გაზრდილი. ლოგიკურია, რომ ეს ქათამი, რომ გაზრდილიყო ჩვეულებრივად ბუნებაში და ჩვეულებრივი ბუნებრივი კვებით, ნატურალური კვებით გაზრდილიყო, არ იქნებოდა ამხელა და არც 1 თვეში გაიზრდებოდა, არ მიაღწევდა ამ წონას. ასევე ღორებიც იზრდებიან გორმონებზე და კაც-მარიცის რას აჭმევენ სამწუხაროდ მარტო საქართველოში კი არა, მთელ სოფლიოში, მეტწილად სოფლიოში ეს არის უკონტროლო სიტუაცია. ეხლა ერთ ეპიზოდს გეტყვით, შემოდის მომწოდებელი, შემოაქვს ძეხვეულობა და ამბობს, რომ ეს არის პრემიუმ ხარისხის ძეხვეულობა და დავუსვი შეკითხვა, რომ ესე იგი პრემიუმ ხარისხის ძეხვეულობა თუ არის, გამოდის, რომ ჩვეულებრივი ნამდვილი ხორცითაა დამზადებული მეთქი და არაო მიპასუხა, მარითია მეთქი. ესეო ჰოლანდიიდანო და კიდე რომელი ქვეყანა მითხრა, ევროპის რომელიღაცა ქვეყანა მითხრა, ჩამოდისო კატეგორიების მიხედვითო, პირველი კატეგორია, მეორე, მესამე კატეგორიაო და ესენიო აწვდიანო აი ამ ხორცს, თუ რაც არის, აწვდიან ქარხნებს, სადაც აწარმოებენ ძეხვეულობას, სოსისებს და პრემიუმ ხარისხი, იმიტომ გავუსვიო ხაზიო, რომ მაღალი კატეგორიის ნედლეულით არის დამზადებული. კაც-მარიცის რა ნედლეული ჩამოდის და რა ნედლეულით მზადდება აი ეს ხორცს პროდუქტები და ძეხვეულობა. ყველა ვიცით, რომ ქათამში ძალიან ბევრი ანტიბიოტიკი, ხო, ქათამს და ღორსაც ძალიან ბევრ ანტიბიოტიკს აძლევენ და ეს ანტიბიოტიკები ჩვენს ორგანიზმში ილექება. ვიცით, რომ ბევრი ანტიბიოტიკი იწვევს სოკოს გამრავლებას ჩვენს ორგანიზმში და მე ეს სოკო თუ გადაგვარდა, უკვე გადაგვარებული უჯრედი ვიცით, სადამდეც მიდის და ამიტომ არის საქართველოში და არა მარტო საქართველოში ამდენი ონკოპაციენტები და ეს ონკოპაციენტების ასაკი სამწუხაროდ ძალიან გაახალგაზრდავდა და ბავშვებში ძალიან ბევრი ონკოდაავადებული ბავშვია, ჩემი თვალით რო არ მეხილა. მოვხვდი სამწუხაროდ, ძალიან ცუდი გამოცდილება იყო, მაგრამ ალბათ ღმერთმა ასე მოვხვდი იაშვილის კლინიკაში 2 წლის უკან, თუ 3 წლის უკან აღარ მახსოვს, ჩემი ლაზარი გახდაავად და ონკო განყოფილებაში მოვთავსდით და იქ ვიხილე საშინელი სურათი. საშინელი. არავის არ ვუსურვებ იმ სურათის ნახვას, რაც იქ ვიხილე და მადლობა უფალს, რომ გადავრჩით. არ შემიძლია ემოცია დაუმალო, იმიტომ რომ რაც მე გავიარე იმ პერიოდში 10 დღე, იყო, რა ვიცი, ჯოჯოხეთი დედამიწაზე. და არავის უსურვებ, ოჯახში ყავდეს ონკოპაციენტი და ბავშვი, განსაკუთრებით ბავშვები და ეს ბავშვები რა გზას გადიან, რომ რემისიაში წავიდეს მათი დაავადება, ვერ აგიღწევ. ვისაც არ აქვს თავისი თვალით ნანახი, ის ვერ გაიგებს ვერასოდეს. და მადლობა უფალს, ჩემი ლაზარი გადარჩა და არაფერი ცუდი არ დავჭით იქ, სადაც ტრომბოციტოპენია განუვითარდა ბავშვს, ეს გამოიწვია კოვიდმა და მოვხდით აი ამ გაყოფილებაში, იაშვილის განყოფილებაში და გადავჭით მადლობა უფალს, რომ ჩვენ არ გვჭირს ის დაავადება, ავად სახსენებელი, რაც იმ ბავშვებს ჰქონდათ და ამიტომ არის საჭირო, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ყველა ადამიანმა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ მივიღოთ
ხშირად, ანუ თითქმის ყოველდღიურად ჩემი რჩევა იქნება პირადი, რომ ყოველდღიურად დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს, რომ ბოლომდე არ აითვისოს ეს საშინელება და დავეხმაროთ ორგანიზმს საკვები დანამატებით, მაგალითად კი არა ეს ალოეს წვენი ყველა ადამიანის, ყველა ოჯახში უნდა იყოს. ალოეს წვენი წმინდავს ჩვენს ორგანიზმს, მსუბუქად წმენს ჩვენს ორგანიზმს. დროთა განმავლობაში ჩვენი ნაწლავი, საიდანაც ხდება ნივთიერებების საკვების მიღება და შეწოვა, ნაწლავი იწმინდება. ალოეს წვენი გამოდევნის ცუდ უჯრედებს ორგანიზმიდან და მაქსიმალურად ამრავლებს ჩვენს ორგანიზმში კარგ უჯრედებს და მაშინ იყო რომ მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩემს ლაზარეს და ჩემს ოჯახს არ მოაკლდება ეს ალოეს წვენი და მაქსიმალურს ვაკეთებ. რამდენადაც შემიძლია, რამდენადაც ჩემი ბიუჯეტი წვდება ამას, მაქსიმალურად მაქვს ეს ალოეს წვენები სახლში. მაქსიმალურად ეს გახლავს შარდ-სასქესო ორგანოებისთვის, პლუს იმის გარდა რომ წმენს ჩვენს ორგანიზმს, პლუს შარდ-სასქესო ორგანოებს წმენს, ეს გახლავს კუჭ-ნაწლავისთვის, კიდე გვაქვს კომპანია აწარმოებს ალოეს თვალსაყრდენი სისტემისთვის, გულსისხლთა სისტემისთვის, ერთი სიტყვით ეს ალოეს წვენი მინიმალური დოზა დღეში ბავშვებში მინიმალური 30 მგ და დასრულებში მინიმალური 60 მგ, თუმცა ამის მიღება შეიძლება თუ აქვს ოჯახს საშუალება რომ მიიღოს 120 მგ ლიტრად შეუძლია დღეში მიიღოს თუ ოჯახს აქვს ამის საშუალება ძალიან კარგია მაგრამ მე მაგალითად არ მაქვს ამის საშუალება და ვცდილობ რომ მინიმალური დოზები მაინც მივაწოდო ჩემს შვილებს და ჩემამდე უკვე აღარ მოდის სამწუხაროდ ჯერჯერობით არა ისეთ ამდგარი საკითხი რომ ჩემამდე მოვიდეს ეს ალოეს წვენი მაგრამ ხუთა განმავლობაში მეც ვღებულობ და დღეს მოკლედ ჩემო კარგებო 22 ნოემბერია და საღამოს 8 საათზე გვაქვს არაჩვეულებრივი პრეზენტაცია წარუძღვება ამ პრეზენტაციას ექიმი ნანა კახელაშვილი და ის გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე მაქსიმალურად გასცემს თქვენს ყველა შეკითხვას პასუხს და გაგაცნობთ აი კომპანია Forever Living Products-ის მიერ წარმოებულ არაჩვეულებრივ პროდუქტებს გაგაცნობთ და მოგცემთ გზას თუ როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და როგორ გამოიმუშავოს ჩვენმა ორგანიზმმა თავდაცვითი უნარი და თუ თქვენ გაქვთ დღეს დრო აი ამის დრო საღამოს 8 საათზე დაესწრეთ ამ პრეზენტაციას და შემეხმიანეთ და მე დაგეხმარებით როგორ დაესწროთ ამ პრეზენტაციას დროებით ყველა ჯანმრთელობას გისურვებთ ჩემო კარგებო და ავიმაღლოთ ცნობიერება, ავიმაღლოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ სხვა გზა არ არის ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენ უნდა შევუწყოთ ისევ ხელი. სახელმწიფო პროგრამები რომ იყოს აი როგორ გითხრათ შეკითხვა დავუსვი იმას ყასაბს, რომელიც ჩვენთან მუშაობს, რომ აი ნატურალური ხორცი, ნატურალური ქათამი, რატო არ შემოდის ვეკითხები და ძალიან ძვირი ღირსო და ვერ ყიდულობსო ხალხიო და სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობა რომ გააძლიეროს სოფელი, გააძლიეროს სოფლის მეურნეობა, რომ გლეხი კი არ წამოვიდეს სოფლიდან, არამედ მიაჯაჭვოს სოფელს და შეუწყოს მაქსიმალურად ხელი, რომ ნატურალური პროდუქცია ერთი წუთი ლაზარე. ერთი წუთი. კი, ერთი წუთი და რაღაცას გაგცემ პასუხს. ნატურალური პროდუქცია აწარმოოს სოფლის მოსახლეობამ და ნორმალურ ხელმისაწვდომ ფასებში მოვიდეს ჩვენთან ეს პროდუქცია. როდის გიხდით ახლა ლაზარეს ცოტა წავეკავნათ. ლაზარე სხვათა შორის იმ დაავადების შემდეგ დროს ჰორმონებით განიკურნა ლაზარე და აი მოდი ლაზარე დაინახე ერთი წუთი. კი, ერთი წუთი და კი. აი, ჩემი ასეთი ბუთქუნაკი არისო ლაზარე. სამწუხაროდ ჰორმონებმა მისი გააკეთა და ძალიან უჭირს ამ ჰორმონებს ორგანიზმიდან გამოდევნა. შეიძლება გამოდევნილია კი, მაგრამ ეს საჭმლის მიმართ მადა არ ეკარგება ბაყანას მოკლედ. ხოდა შემეხმიანეთ ჩემო კარგებო, როგორ შეიძინოთ გასწავლით ეს ალოეს წვენები. გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს ძალიან ბევრ საშუალებას, რომ მივაწოდოთ ჩვენს ორგანიზმს დანაკლისი თუ გვაქვს მინერალების, ვიტამინების, აი ესენი ნატურალური პროდუქცია მივაწოდოთ ჩვენს ორგანიზმს და შემეხმიანეთ და მე დაგაკვალიანებთ როგორ შეიძინოთ აი ეს პროდუქცია. საქართველოში არის წარმომადგენლობა, შეკვეთა მოდის 2-3 დღეში, არ გიწევთ 2 და 3 კვირა ლოდინი და მოკლედ შემეხმიანეთ.